საღამოშვიდობის 31 მარტს BMG-TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. ნავთობიმპორტიორი კომპანიები საქართველოში საწვავის გაძვირების ტენდენციის გაგრძელებას ელოდებიან. ვისულში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე გლობალური ტენდენციები ჯერჯერობით სრულად ასახული არ არის, რადგან ამ დრომდე კომპანიებს გარკვეული მარაგები ჰქონდათ. TBC კაპიტალის შეფასებით ირანში ომის გათვალისწინებით გაჭიანურებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ვიზიტორთა რაოდენობის ვარდნა გამოიწვიოს და ტურიზმის სტრუქტურა შეიცვალოს. გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მთლიანი შიდა პროდუქტის 2,6%-მდე შემცირდა. 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,4% იყო. თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 3,822-მდე გაიზარდა. გაიზარდა გასაყიდი ბინის ფასი და კვადრატულზე $1,398. გაძვირებული აქ და კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $10 და 10 ცენტია. Moody's-ის შეფასებით ნეგატიური პერსპექტივა შესაძლოა შეიცვალოს სტაბილურით, ანუ პოლიტიკური რისკები საგრძნობლად შემცირდება, რაც საქართველოს ინსტიტუტების და მმართველობის მდგრად გაუმჯობესებას გზას გაუხსნის, ნათქვამია საერთაშორისო სააგენტო Moody's-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში. თებერვალში ეკონომიკის ზრდა დაჩქარდა. საქსტატის ინფორმაციით წინასწარი შეფასებით თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8,8%-ით გაიზარდა იანვარში არსებული 7,9%-იანი ზრდის შემდეგ. წლის პირველი ორი თვის საშუალო მაჩვენებელი 8,4%-ია. გასულ თვეში დღეს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 10,7%-ით გაიზარდა და 13,3 მილიარდს გადააჭერბა. საქსტატის ინფორმაციით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტის დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობებმა და მრეწველობამ შეიტანა. კლებას აჩვენებს მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორები. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სფეროში კონსულტაციების მოცულობის გაფართოებასთან, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში და განაპირობა საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირება და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, ეს დაკავშირებული იყო როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვებთან, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის სექტორში და დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების დასთან, რაც შეეხება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორს და განაპირობა კვების პროდუქტების და სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებამ, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორს და ძირითადად დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან. როგორც აღვნიშნე, ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ მშენებლობის სექტორი, სადაც შემცირების გამოწვევა მიზეზად გვევლინება ძირითადად სამოქალაქო მშენებლობის სეგმენტი. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ასევე კლების ტენდენცია გამოვლინდა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო თბოელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობის შემცირებასთან. ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-იან მაჩვენებელზე აქვს შენარჩუნებული საინვესტიციო ბანკს Galten Tagarts წლიურ წრილში. თუმცა ირანში ომი ინფლაციის ზრდის წინაპირობებს ქმნის. ნავთობპროდუქტების გაძვირება და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფები გავლენას ახდენს თითქმის ყველა სფეროზე, რომელიც საქმიანობაში ელექტროენერგიას და საწვავს მოიხმარს. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ საქართველოში ნავთობპროდუქტები თითქმის 80 თეთრით არის გაძვირებული. შესაბამისად, ლოგისტიკაც გაძვირდა. რაც ნახი აქვს საწვავის ფასს და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასებზე გაზრდილ ტარიფს, გლობალური ტენდენციების გავლენით რა ხდება ქართულ ბაზარზე, ელენე გოგბერაშვილი ბიზნესის ხმას მოგესმენინებს სიუჟეტში. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენით საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტებზე ფასი ყოველდღიურად იზრდება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, რომელიც მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით მეხუთედის გამტარია, ნავთობპროდუქტების ფასი გლობალურად საშუალოდ 60%-ით გაიზარდა. ბოლო კვირების განმავლობაში საწვავი ძვირდება საქართველოშიც. მარტში საცალო ქსელებში საწვავის ღირებულება თითქმის 80 თეთრამდე გაიზარდა. ნავთობკომპანიები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერც სამომავლოდ აკეთებენ. თუკი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები შენარჩუნდა,
ვისოლის გენერალური დირექტორის თქმით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 2 კვირაში ბენზინი დამატებით ჯამურად 30 თეთრამდე, ხოლო დიზელი 40-50 თეთრამდე გაძვირდეს. თუ ეს ტრენდი შენარჩუნდა და მით უმეტეს თუ გაიზარდა ინფლაციის შემდგომი დინამიკა, იმიტომ რომ დღევანდელი ნიშნული უკვე $1404 ერთ ტონაზე, ჩვენ მივიღებთ მოცემულობას, როდესაც დაახლოებით კიდევ 40-50 თეთრით მოუწევს დიზელს კორექცია ზრდის მიმართულებით. ბენზინის შემთხვევაში საბედნიეროდ თუ გავაკეთებთ რეკალკულაციას, ნიშნული არის საერთო ჯამში 50-60 თეთრი, თუ ნახავთ იმ ცვლილებებს, რომელიც ბაზარზე განხორციელდა და დღესდღეობით მარტის ზრდა იყო ჯამურად დაახლოებით 25-30 თეთრის ფარგლებში 1 ლიტრი ბენზინზე, დაახლოებით იგივე ნიშნულის ზრდა არის მოსალოდნელი, თუ ეს ფასები შენარჩუნდა საერთაშორისო ბაზარებზე. საერთაშორისო ბაზარზე საწვავზე ფასის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროდუქციის ღირებულებაზე. შესაბამისად, იმპორტიორი კომპანიები იძულებულნი არიან მომწოდებლებისგან გაძვირებული პროდუქცია იყიდონ. დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიები ფასების ზრდისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს, თუმცა თუ საწვავზე ფასი არ შემცირდა, ბიზნესი იძულებული იქნება გაზრდილი ხარჯები პროდუქციის ღირებულებაში ასახოს. რიგ პროდუქციაზე გარკვეული ცვლილებების შესახებ საერთაშორისო მომწოდებლებმა, რა თქმა უნდა, უკვე მიაწოდეს კომპანიებს ინფორმაცია. ეს ფასთა ცვლილება ამ ეტაპისთვის რაიმე მნიშვნელოვნად შესვლილია, გაზრდილი არ არის, მაგრამ თუ კი უახლოეს პერიოდში გარკვეული სტაბილურობა არ შეიძინა საწავლის ფასმა და არ დაიწყო შედარებით რაღაც სტაბილურ ნიშნულზე არ ჩამოვიდა და კლება და პროგრესირებადი ზრდა გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს უკვე უფრო დააჩქარებს პროცესს, აიცახოს იმ ფასში პროდუქციის, რაც დღეს თაროზე გვაქვს. საწვავისა და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საჭირო რესურსების სიძვირე ფასების ზრდით ემუქრება სოფლის მეურნეობის სექტორსაც. დიზელზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დაწყებამდე $700 ღირდა, ახლა ფასით გაორმაგებულია, რაც ბუნებრივია ფერმერებისთვის დამატებითი ხარჯია. როგორც ცნობილია, ფასი გაიზარდა სასუქებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებს წელს გაცილებით ძვირი დაუჯდება პროდუქციის მოყვანა, რაც ფინანსურად მძიმედ დააწვება მომხმარებელს. საწვავი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ზოგადად ხარჯების ფორმირებაში, თვითღირებულების ფორმირებაში და ამ პერიოდში, როდესაც მაღალია ფასი და სამწუხაროდ არც რამე სასიკეთო ჩანს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ გაძვირდება, ასე ვთქვათ, თვითღირებულება პროდუქციის. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია სასუქები, რომელიც ვიცით, რომ ასე ვთქვათ, შეფერხება შეეხო სრუტიდან გამომდინარე, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი მიმწოდებელი, არაბული ქვეყნები არის ერთ-ერთი დიდი მიმწოდებელი სასუქების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ფასები აქაც გაძვირდა საერთაშორისო ბაზრებზე, ლოჯისტიკურადაც გაძვირდა და თვითონ შესყიდვაც გაძვირდა, ამიტომ ამ კუთხით მოკლედ სასიკეთო არაფერი არ არის. ეს ნიშნავს, რომ უფრო ძვირი დაუჯდება ფერმერს პროდუქციის მოყვანა. თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის 5-6 თეთრიანი ზრდა ასევე ფინანსური ტვირთია იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ. ფქვილის მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ფქვილის გაიაფების ფონზე ელექტროენერგიის გაძვირება მათ წარმოებაზე მინიმალურად აისახება. შესაბამისად, მხოლოდ ფქვილის კომპონენტის გათვალისწინებით ეს პურის ფასის ცვლილებას ვერ გამოიწვევს, თუმცა ხარჯები გაეზრდებათ პურის იმ მწარმოებლებს, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ. ფქვილის წარმოების ნაწილში თვითღირებულება 50 კილოგრამიან ტომარაში თვითონ ელექტროენერგიის წილი 2 ლარი არის ამ ეტაპზე. იქიდან გამომდინარე 20%-ით გაიზარდა თვითონ ელექტროენერგიის ღირებულება, შესაბამისად, გაიზრდება დაახლოებით 40-50 თეთრი თვითონ თვითღირებულება პროდუქციის ელექტროენერგიიდან გამომდინარე. გაძვირებული ნავთობის და ელექტროენერგიის გამო გალტენდაგარტმა ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის პირდაპირ და არაპირდაპირი გავლენა ინფლაციაზე 0.7% პუნქტი იქნება. ინფლაციის ტემპი უფრო დაჩქარდება, თუ ნავთობის ფასები $100-ზე მაღალ ნიშნულზე უფრო დიდი ხნით შენარჩუნდება. 3%-დან ეხლა მოგვიხდა გადახედვა ზრდის მიმართულებით და 4.2%-მდე გავზარდეთ საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი. იმ დაშვებით, რომ ელექტროენერგიის ტარიფი უშუალოდ 0.7%-ული გავლენა აქვს და მეორე ფაქტი, რომ ირანის ესკალაცია გარკვეულწილად 2-3 თვეში იქნება უკვე გადაჭრილი და ამის შემდგომ სოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასები ნელ-ნელა დაიწყებს კლებას, თუ ნავთობპროდუქტების ფასები $100-ზე ზემოთ შენარჩუნდება უფრო დიდ ხანს, ვიდრე ჩვენს სცენარში არის.
მაშინ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება ვიდრე ჩვენი გადახედილი პროგნოზით 4.2% და ამ შემთხვევაში ისიც არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულ ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მიმართოს. ამჟამად ენერგეტიკულ ბირჟაზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით $117-ია, WTI კი $103-ზე ივაჭრება. არსებობს მოლოდინი, რომ ირანთან მიმდინარე ომის პირობებში ნავთობის ღირებულებამ $200-იან ნიშნულს მიაღწიოს. TBC კაპიტალის შეფასებით, ომი ირანში ქართული ტურიზმისთვის მნიშვნელოვან უარყოფით რისკებს შეიცავს. მიმოხილვაში, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენების ტურიზმის სექტორზე გავლენას აფასებს. წერია, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორი ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ზომიერ დამოკიდებულებას აჩვენებს. საერთაშორისო ვიზიტების ჯამურ რაოდენობაში ამ რეგიონის წილი 10-11%-ია, თუმცა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მისი წილი თითქმის 20%-ს აღწევს. რისი მიზეზიც ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან მაღალი მხარჯველიანი ტურისტებია. TBC კაპიტალის ინფორმაციით, ისრაელელი ვიზიტორები საქართველოში ერთ ვიზიტზე საშუალოდ $3,589 ხარჯავენ. საუდის არაბეთიდან უფრო მეტი $3,941 ლარი იხარჯება, ხოლო გაერთიანებულ არაბთა საამიროების შემთხვევაში ეს $3,229 ლარია. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, სამხედრო დაპირისპირების გავლენა ქართულ ტურიზმზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი. ხანმოკლე ესკალაცია სავარაუდოდ ბაზრის დროებით მერყეობას გამოიწვევს, თუმცა წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადები ხანმოკლე სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ საკმაოდ სწრაფად აღდგება. გაჭიანურებულმა კონფლიქტმა კი შესაძლოა ვიზიტორთა რაოდენობის ვარდნა გამოიწვიოს და შეიცვალოს ტურიზმის სტრუქტურა. TBC კაპიტალის შეფასებით, მოკლევადიანი, ანუ დაახლოებით 1-2 თვეზე გაგრძელებული და საშუალოვადი არის 3-6 თვეზე გაგრძელებული კონფლიქტის გავლენა ასეთ სცენარებს ვარაუდობს. მოკლევადიანი სცენარის შემთხვევაში ესკალაცია აპრილის შუა რიცხვებისათვის შენელდება, მანამდე კი რეგიონიდან ფრენები მეტწილად გაჩერებული იქნება. ახლო აღმოსავლეთიდან კი ტურისტული ნაკადები დროებით შეწყდება, ხოლო ნაწილობრივი აღდგენა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ის მაისშიც გაგრძელდება. გაურკვევლობის ფონზე მოთხოვნის მცირედი კრლება მოსალოდნელი არის დანარჩენი მსოფლიოდანაც. ამ სცენარით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $220 მილიონით შემცირდება. გახანგრძლივებული კონფლიქტის შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთიდან ტურიზმის აღდგენა უახლოეს პერიოდში ნაკლებად არის სავარაუდოდ. ამასთან მოთხოვნა დანარჩენი მსოფლიოდან კიდევ უფრო შესუსტდება. ხანგრძლივი არასტაბილურობა მოგზაურობისაგან მასობრივ თავშეკავებას გამოიწვევს და ტურისტულ ნაკადებზე მუდმივ წნეხს, წერს TBC კაპიტალი პროგნოზში. საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, გასული კვირის საშუალო ფასი $195 გადასცდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 100%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. რეგიონულ ჭრილში ფასი განსხვავებულია, ევროპაში საშუალო ღირებულება თითქმის $200 აღწევს, უფრო ძვირი ღირს აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ბარელი $206-ზე მეტია. ჯერჯერობით ყველაზე იაფი საწვავი ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში ფიქსირდება. Reuters-ის ინფორმაციით, ფასის ზრდამ, რომელიც ინდუსტრიის საოპერაციო ხარჯების მეოთხედს შეადგენს, გლობალური ავიაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რამაც ავიაკომპანიები აიძულა, რომ ტარიფები გაეზარდათ, შეემცირებინათ გამტარუნარიანობა და საკუთარი ფინანსური პროგნოზებისათვის გადაეხედათ. საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დღის განმავლობაში შემცირების ტენდენცია იყო, ნავთობის საშუალოდ 1%-ით გაიაფთა და ბრენტის ღირებულება დაახლოებით $107 მიდამოებში იყო, რაც კორექციის მიუხედავად წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 76%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსული ნავთობის ფასმა საერთაშორისო ბენჩმარკთან მიმართებით ისტორიული ცვლილება განიცადა. გლობალურ ბაზარზე ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებას რუსული ურალსის ფასმა ისტორიაში პირველად გადაუსწრო. ამჟამინდელი მონაცემებით ბარელი ურალსის ფასი ბირჟაზე $116 შეადგენს, ხოლო ბრენტის ღირებულება $107 ფარგლებშია, რაც უჩვეულო აცდენას წარმოადგენს, რადგან როგორც წესი, რუსული ნავთობის ფასი ბრენტთან შედარებით 20-30%-ით ნაკლებია. ეს ანომალიური აცდენა იმით არის განპირობებული, რომ ჰორმუზის სრუტის პარალიზების ფონზე ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდება შეზღუდულია, ხოლო რუსული ნავთობი ამჟამად აზიური ბაზრებისათვის ძირითადად ენერგეტიკულ რესურსს წარმოადგენს, რომელიც იმ ფასად ივაჭრება, რა ფასაც მყიდველები იხდიან.
ბაზარზე სამშენებლო და სარემონტო მასალების და შესაბამისად უძრავი ქონების გაძვირების მოლოდინია. სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორში აღნიშნავენ, რომ მშენებლობის და რემონტისათვის განკუთვნილი ყველა ძირითადი მასალა გაძვირდა. მათ შორის ყველაზე მკვეთრად გაძვირდა პლასტმასის და პოლიეთილენის შემცველი ნაკეთობები, რომლის ძირითადი მომწოდებელი წირანი იყო. გაძვირებულია პლასტმასის მილები, არმატურა, სარემონტო ფილები და სხვა სახის პროდუქცია. რეალიზატორები აღნიშნავენ, რომ ფასის შენარჩუნებას ამჟამად მარაგების ხარჯზე ახერხებენ, თუმცა სამშენებლო მასალებზე ფასების დაახლოებით 20-30%-ით ზრდა გარდაუვალი იქნება. როგორ აისახება მზარდი ფასები მშენებლობის ღირებულებაზე და რა განაპირობებს ფასების მატებას? ეკაგაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. სამშენებლო სარემონტო მასალების ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი, რაც საბოლოო ჯამში უძრავი ქონების თვითღირებულებაზეც აისახება. კერძო სექტორის წარმომადგენლების განმარტებით ფასების ზრდას რამდენიმე კომპლექსური ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის უმთავრესი საწვავის გაძვირებაა, რამაც ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯები უკვე გაზარდა. ასევე პოლიეთილენი ძალიან გაძვირდა და პლასმას რაც შეიცავდა, ეს აბსოლუტურად ყველაფერი გაიზარდა. ისევე როგორც ტრანსპორტირების ხარჯები შეიცვალა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, რაც ჩვენ ხვდებით, ეს არის 5-დან 7%-მდე, ყველაზე უარეს შემთხვევაში ჩვენ ხვდებით 35-დან 40%-იან ფასების სხვაობას. ტრანსპორტირების ხარჯები ჯერ კიდევ არ არის დასტაბილურებული და კიდევ ვარაუდობთ, რომ ტრანსპორტირების ხარჯები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც იმას გამოიწვევს, რომ საქართველოში აუცილებლად დაკორექტირდება სამშენებლო სარემონტო მასალებზე ფასები. ფილების მიმართულებით არის, გარკვეული წილად არის არმატურის მიმართულებით მცირედი ცვლილებები, თუმცა აი ეხლა იწყება, ესე ვთქვათ, შეგრძნება, დაიწმინდა მცირედი წყალი, ესე რომ ვთქვათ და ჩანს რა ნეგატიური ეფექტები ამ პროცესებს. დღესვე უკვე სახეზეა მცირედი ცვლილებები, ანუ ბიზნესმა დაიწყო, სექტორმა დაიწყო უკვე რეაგირება, ესე ვთქვათ, ამ მოსალოდნელ გაძვირებებზე, ამიტომ დღესვე გარკვეული პროდუქტები არის გაძვირებული, თუმცა სრულ ასახვას ალბათ რამოდენიმე თვე დაჭირდება. სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზატორები განმარტავენ, რომ ვითარება შეცვლილია ყველა ძირითად ქვეყანაში. ირანში პლასტმასის მწარმოებელი ქარხნების ნაწილი დაიხურა. ინდოეთში მოსაპირკეთებელი ფილების წარმოება შეფერხებულია. ჩინეთში გარკვეულ პროდუქტებზე სახელმწიფო სუბსიდირება იხსნება, ხოლო თურქეთში ფასებზე გავლენას ვალუტის კურსის მერყეობა ახდენს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ფასების სხვაობა სხვადასხვა პროდუქციაზე 5-დან 40%-მდე მერყეობს. ჩვენ რადგანაც გვაქვს ცენტრალური ძალიან დიდი საწყობები, ჯერჯერობით მარაგები კიდევ გვაქვს და წინა სააღდგომო პერიოდში არ ვაპირებთ პროდუქტების გაძვირებას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და რამე ტიპის პროგნოზი არ შეიცვალა, აღდგომის შემდგომ პერიოდში ჩვენც გავაძვირებთ ცალკეულ მიმართულებებზე ფასებს, რადგანაც ისინი უკვე ახალი ფასებით გვექნება შეძენილი. 100% შემიძლია გითხრათ, რომ თუ ტენდენცია ასე წავიდა, უძრავ ქონებაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება. ჩემი პროგნოზი არის დაახლოებით 20%-ის ფარგლებში. სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზაციის სექტორში განმარტავენ, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ფასების ზრდა უკვე დაიწყო. ნაწილი კი ფასების შენარჩუნებას მარაგების ხარჯზე ახერხებს. თუმცა კომპანიების ნაწილი ვითარების დასტაბილურებას ელოდება. გამაგრებული პროდუქციის შემოტანა თავისთავად ლაპსი არ მომხდა რამით უბრალოდ შეიძლება რაღაცა პროდუქცია გაძვირდეს რაღაცა ტრანსპორტირების წილის შესაბამისად. მოლოდინი გამიჭირდება თქვენ, იმიტომ რომ ეს რაღაცა ომის დასასრულის პროგნოზი უნდა მქონდეს და ჯერჯერობით ეს ყველა მოყვერდებით პროცესებს. ჩვენ მაგალითად ეხლა რაც ავტოპროდუქცია დამოკიდებულია, რომელიც მათ შორის ირანიდან შემოდის ხოლმე ქვეყანაში. ანუ ეს პროდუქტებზე ჩემ შემთხვევაში ფასები არ გაგვიზრდია. ჯერჯერობით ეს მოსემრობა. თუმცა ხვალე იქნება, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. სამშენებლო სარემონტო მასალების ბაზარზე ფასების მატება საბოლოო ჯამში მოსალოდნელია, რომ უძრავი ქონების თვითღირებულებაზეც აისახება. სამშენებლო კომპანია იბერკომპანის მენეჯმენტი განმარტავს, რომ დღეს მდგომარეობით იაფის სამშენებლო პროდუქტების შემოტანა შეჩერებულია და ბაზარს ძვირიან ალტერნატივებზე მოუწევს გადართვა. გარდა ამისა, ამას ემატება ენერგომატარებლებისა და ფინანსური რესურსის გაძვირება, რაც საბოლოო პროდუქტის ღირებულებას 10%-ით გააძვირებს. წარმოებლებში, სამშენებლო პროდუქტების შემომტანებში იმის მოლოდინები არის, რომ ფასი გაიზრდება, ამიტომ მოქმედება უკვე დღესვე დაწყებულია. თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდა დროში, ხანგრძლივი პერიოდით, ვფიქრობ, რომ ფინანსური რესურსის კომპონენტიც აუცილებლად ფანდინგის ნაწილი აუცილებლად გაძვირდება, რაც მაფიქრებინებს საბოლოო ჯამში, რომ დაახლოებით 10%-იან გაძვირებას უნდა ველოდოთ, ეს საშუალო მონაცემია, ზოგი მეტად
რა თქმა უნდა, ზოგი ნაკლებად. თუ როგორი იქნება ფასების შემდგომი დინამიკა და გაგრძელება თუ არა გაძვირების ტენდენცია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე და ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებაზეა დამოკიდებული. თუმცა კერძო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ ფასების ზრდას შესაძლოა გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს. თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 3822-მდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინის ფასი და კვადრატულზე $1398 შეადგინა. გაძვირებულია ქირაც და კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $10 და 10 ცენტია. 2025 წლის თებერვალთან შედარებით გასაყიდი ბინის კვადრატულის ფასი 6%-ით, ქირა კი 5%-ით გაიზარდა. გალტენ-დაკარტის ინფორმაციით, წინა თვეში საჯარო რეესტრის მონაცემებით გაყიდული ბინების რაოდენობა 3822 იყო. 2026 წლის ორ თვეში კი თბილისში სულ 6786 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამური ღირებულება $595 მილიონი იყო. რაც შეეხება ქირას, დედაქალაქში საშუალო ზომის ბინის დაახლოებით 50-60 კვადრატული მეტრის ქირის ფასი თვიურად მაღალი შენარჩუნდა და კვადრატულზე $10 და 10 ცენტია. ქირის ამონაგებმა შეადგინა 8.6%. გალტენ-დაკარტის მონაცემებით იანვარ-თებერვალში დედაქალაქში სისტემური დეველოპერების პროექტებში ბინების 72% ქართველებმა, 3% რუსეთის მოქალაქეებმა, 12% ისრაელის მოქალაქეებმა, 14% კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა იყიდეს. გალტენ-დაკარტის ინფორმაციით, გამოკითხულ სისტემურ დეველოპერებს ბაზრის 50% უჭირავთ. მთლიანობაში თებერვალში მოთხოვნა მაღალ დონეზე იყო შენარჩუნებული და გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის თებერვალში გაყიდვები მნიშვნელოვნად წლიურად 26.6%-ით გაიზარდა. რაც გალტენ-დაკარტის შეფასებით მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული. მუდისმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BA2 დონეზე, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურზე დატოვა. მუდისმა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში გააუარესა და ნეგატიურ პერსპექტივას ინარჩუნებს. შეფასებაში სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგი ერთი მხრივ ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მეორე მხრივ გაურკვეველ ინსტიტუციურ მდგრადობას და შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას ასახავს და რეიტინგის გაუმჯობესების ძირითადი მდგენელი სწორედ პოლიტიკური რისკების შემცირებასთან იქნება დაკავშირებული. ნეგატიური პერსპექტივა შესაძლოა შეიცვალოს სტაბილურით, თუ პოლიტიკური რისკები საგრძნობლად შემცირდება, რაც საქართველოს ინსტიტუტების და მმართველობის მდგრად გაუმჯობესებას გაუხსნის გზას, ნათქვამი არის საერთაშორისო სააგენტო მუდისის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში. მუდისის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, ნეგატიური პერსპექტივის შენარჩუნება კი ძირითადად ინსტიტუციურ და პოლიტიკურ გამოწვევებს უკავშირდება, რომელშიც შიდა პოლიტიკური ვითარების ნაწილში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომი პოლარიზაცია და ინსტიტუციური უკუსვლა აღნიშნული. ასევე მითითებულია, რომ რეიტინგზე უარყოფითად აისახა გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების თაობაზე. უარყოფითი შეფასება აქვს მმართველობის ხარისხს. სააგენტო მიუთითებს, რომ მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში საქართველოს პოზიციების შესაძლო შესუსტება დაფიქსირდა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესუსტება. სააგენტოს განცხადებით, რეიტინგის გაუმჯობესება ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. პერსპექტივა კი შესაძლოა სტაბილურით შეიცვალოს, თუ ეს პოლიტიკური რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება და ინსტიტუციური გაძლიერება გაგრძელდება. მეორე მხრივ, რეიტინგის დაწევის მიზეზი შეიძლება გახდეს ინსტიტუციური გარემოს შემდგომი გაუარესება, ან გეოპოლიტიკური და შიდა პოლიტიკური რისკების ესკალაცია, რაც საფრთხეს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეუქმნის. თბილისის ტრამვაის მშენებლობას უჰანის მუნიციპალური კომპანია და 3 თურქული ფირმა სთავაზობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის და დეპოს პროექტირება მშენებლობის ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ შესაძლოა კვერცხი გაძვირდეს. ეს მეფრინველების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ბუჩუნბეგაშვილმა თქვა. 2025 წლის ბოლოს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26 მილიარდ 900 მილიონი დოლარი, ანუ 72 მილიარდ 400 მილიონი ლარი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 70.4%-ია.
ეროვნული ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით სასტუმროების და ტურიზმის სექტორში ვადაგადაცილებული სესხები მზარდია 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით. ამ სექტორში 115 მილიონი ლარის კრედიტებია ვადაგადაცილებული, რაც პორტფელის 3.8%-ს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სასტუმროების და ტურიზმის სექტორის ვადაგადაცილება 78 მილიონი ლარის კრედიტებს, ანუ მთლიანი პორტფელის 2.6%-ს შეადგენდა. გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე მთლიანი შიდა პროდუქტის 2.6%-მდე შემცირდა. 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი GDP-ის 4.4% იყო. ეროვნული ბანკის 2025 წლის მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ამსახველი ანგარიშის მიხედვით მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტით კვლავ საქონლით ვაჭრობას აფიქსირებს, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.3%-ით გაიზარდა და 1.9 მილიონი დოლარი შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 20.9%-ით და იმპორტი 14.7%-ით გაიზარდა. 2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება მეტწილად მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ განაპირობა. მომსახურების პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.1%-ით 256 მილიონ 600.000 დოლარით გაიზარდა და 1.38 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1.100 მილიონი დოლარი იყო. რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9.2%-ით მეტია. მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში 418 მილიონ 400.000 დოლარი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.9%-ით შეადგინა. ასევე აღსანიშნავი არის, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომლებმაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში 357 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის 3.4%. ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით მთლიანმა საგარეო ვალმა გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26 მილიარდ 900 მილიონი დოლარი, ანუ 72 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინა. ეს გასული წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 70.4%-ია. ეროვნული ბანკის მონაცემებით მეოთხე კვარტალში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით 352 მილიონ 700.000 დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა 11 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 30.7%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9 მილიარდ 200 მილიონი დოლარი. ეროვნული ბანკის ვალდებულებები კი 780 მილიონ 900.000 დოლარი. რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციებს და სესხებს, ეს შესაბამისად 473 მილიონ 100.000 დოლარი არის და მილიარდ 300 მილიონი დოლარი იყო. გასული წლის ბოლოს ბანკების დავალიანებამ კრედიტორების მიმართ 9.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი 5 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიათა შორისი ვალი 2 მილიარდ 400 მილიონი. აღსანიშნავი არის, რომ მთლიანი საგარეო ვალის 86.7% დენომინირებული არის უცხოური ვალუტით. ეროვნული ბანკის განახლებული ანგარიშით სასტუმროების და ტურიზმის სექტორში ვადაგადაცილებული სესხები მზარდია. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ამ სექტორში 115 მილიონი ლარის კრედიტებია ვადაგადაცილებული, რაც პორტფელის 3.8%-ია. რომ შევადაროთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სასტუმროების და ტურიზმის სექტორის ვადაგადაცილება 78 მილიონი ლარის კრედიტებს, ანუ მთლიანი პორტფელის 2.6%-ს შეადგენდა. ამავე დროს ეს სექტორი დაკრედიტების კლებით გამოირჩევა და ის თითქმის 3 წელია 3 მილიარდ ლარს შეადგენს. მაშინ, როდესაც მთლიანად საბანკო დაკრედიტება 14%-ით გაიზარდა წლის განმავლობაში. უფრო დეტალურად, თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მაგალითად სექტორის საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდ 40 მილიონი ლარი იყო, 2026 წლის თებერვალში 3 მილიარდ 20 მილიონი ლარი გახდა. ამ სექტორში ჭარბი მიწოდების რისკიდან და გაზრდილი ვადაგადაცილებიდან გამომდინარე კომერციულმა ბანკებმა ახალი სასტუმროების დაკრედიტება შეამცირეს.
საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპი დაჩქარებულია. თებერვალში კომერციულ ბანკებში დაკრედიტების წლიური ზრდა 14%-ს აჭარბებდა. გასულ თვეში 11%-ით იყო გაზრდილი ბიზნეს ესხების მოცულობაც. საბანკო სექტორში მოლოდინი აქვთ, რომ წელს აქტივობა უღნიშნელ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა ინფლაციის გაზრდილი მოლოდინების ფონზე სექტორში წელს 3% განაკვეთის შემცირებას ნაკლებად ვარაუდობენ. სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კიდევ უფრო ხანგრძლივად რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრებულ ნიშნულზე შენარჩუნებამ ნეგატიური გავლენა იქონიოს დაკრედიტების ტემპზე. როგორი არის ტენდენციები საბანკო სექტორში და როგორი არის მოლოდინები? მუცაშუბაშვილის სიუჟეტი ვნახოთ. თუკი გასული წლის ბოლოს საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი 12-13%-მდე იყო შენელებული. წელს ბანკებში დაკრედიტების შედარებით გააქტიურება შეინიშნება. თებერვალში საბანკო სექტორის სასესხო პორტფელი 14.2%-ით 71 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის 43 მილიარდ ლარამდე, ანუ 11%-ით იყო გაზრდილი ბიზნეს ესხების მოცულობა. როგორც საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, დაკრედიტების შედარებით გააქტიურება ბიზნეს სექტორში მოლოდინების დასტაბილურებას უკავშირდება. ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ წელს საკრედიტო აქტივობა ორნიშნელ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ კორპორაციული სესხებისგან განსხვავებით შედარებით ნაკლები აქტივობა მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში. გარდამავალ პერიოდს დავარქმევდი ალბათ წინა პერიოდს, როდესაც უფრო შენელებული იყო ტემპი. ორნიშნა ზრდის ტემპი არის საბანკო სექტორში, როგორც იცით, ეკონომიკური ზრდის ტემპიც 8.4% დაფიქსირდა, რაც ასევე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვანი არის, რომ ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი და რეალური ეკონომიკა აგრძელებს ზრდას. ვავინდებურად რითეილი და კორპორატიული სესხები ზრდის ტემპი ნარჩუნდება მაღალ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესის სესხები ზრდის ტემპი ნორმალურად არის, მაგრამ მაინც შედარებით ნაკლებია ვიდრე კორპორაციული და ფიზიკური პირების დაკრედიტება. მიმდინარე წლის დასაწყისში გააქტიურებულია იპოთეკური დაკრედიტებაც. იანვარ-თებერვალში იპოთეკური სესხების პორტფელის მოცულობა 33%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 19%-ით იყო გაზრდილი. აღნიშნული ერთი მხრივ უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნას, მეორე მხრივ კი ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების შერბილებას უკავშირდება. თუმცა თავად დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოწვევად რჩება როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე ზოგადად ბიზნეს სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები. დღეს მოცემულობა მსოფლიოში ისეთია გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ რთულია რესურსები ძვირდება, საკმაოდ რთულია შემცირება, თუმცა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ამაზე, რომ შემცირდეს საპროცენტო, ესე ვთქვათ, ტვირთი იპოთეკურ სესხებზეც, სამომხმარებლო სესხებზეც და ეს დაბუსტავს ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს. ერთის მხრივ მყიდველისთვის და მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი, იმიტომ რომ იოლად მიიღოს გადაწყვეტილება ყიდვაზე, არ დააწვეს ადამიანს ჩვენ სესხებს ვიღებთ 20 წლის ვადით, 15 წლის ვადით და ეს სიმძიმე ნაკლებად დააწვეს ფიზიკურ პირებს და ასევე იურიდიული პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაბალი საპროცენტო განაკვეთი და იქედან გამომდინარე, რომ უფრო იაფად და სწორად შევთავაზოთ, სწორი პროდუქტი შევთავაზოთ, სწორი ფასის პროდუქტი შევთავაზოთ. თებერვლის მდგომარეობით ბანკებში სესხებზე არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი 13.9% იყო. მათ შორის ლარის სესხებზე საშუალო განაკვეთი 15.8%, ხოლო უცხოური ვალუტის სესხებზე 8.8% იყო. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფლაციის გაზრდილი მოლოდინების და რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ხანგრძლივად გამკაცრებულ ნიშნულზე შენარჩუნების ფონზე სექტორში უახლოეს ხანებში საპროცენტო განაკვეთების შემცირება ნაკლებად მოსაოდნელია. საპროცენტო განაკვეთები ჯერჯერობით მგონია, რომ შენარჩუნებული იქნება იგივე დონეზე. შარშან გარკვეული ეფექტი იყო და წლის ბოლოსკენ ცოტა შემცირდა. რეალურ მაჩვენებლებში შესაძლებელია მაინც შემცირების ტენდენცია შენარჩუნდეს, იმიტომ რომ პორტფელზე ცოტა გვიან აისახება ხოლმე რეალური საპროცენტო შემცირება, მაგრამ რო გითხრათ, რომ ეხა პროცენტზე მკვეთრ ცვლილებებს ველოდებით, არ ველოდებით. არა მარტო იქიდან გამომდინარე, რომ არა მხოლოდ საქართველოში მონეტარული პოლიტიკა, არამედ როგორც იცით, ევროზონა შეინარჩუნეს, ფედერალურმა რეზერვმა შეინარჩუნა საპროცენტო განაკვეთი, აქედან გამომდინარე
არ ველოდებით რომ მკვეთრი ცვლილებები იქნება შემდეგ პერიოდში. სპეციალისტების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრებულ ნიშნულზე შენარჩუნებამ ნეგატიური გავლენა მოახდინოს დაკრედიტების ტემპზე, მათ შორის სამომხმარებლო სესხების ნაწილში. ორი წელი რეფინანსირების განაკვეთი არ გაზრდილა, მაგრამ საპროცენტო განაკვეთები მაინც მცირედი შეიცვალა ზრდის მიმართულებით. რისი მიზეზიც ერთ-ერთი არის ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და რისკების ზრდა. შესაბამისად, თუ ეს პირობები არ შეიცვალა, თავისთავად საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ უნდა ველოდოთ და პირიქით თქვათ საპროცენტო არსებული საპროცენტო განაკვეთების პირობებში შესაძლებელია პორტფელის ზრდის ტემპიც შემცირდეს, რადგან აქ კიდევ სხვა ფაქტორები ერთვება, როგორც თქვი, ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და მოქალაქეების განწყობა, ხო მომხმარებლების განწყობა. ეხლა როცა ველოდები ფასების ზრდას, მე ნაკლებ ფინანსურ რისკს ავიღებ თავზე, ეხლა კიდე სესხის პროცენტი დავიმატო სახტელი, თუ აუცილებლობა არ მაქვს, აი ასე ფიქრობენ ადამიანები, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება საბანკო სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებს, იანვარ-თებერვალში ბანკების მოგებამ 550 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-ით არის გაზრდილი. 19 ბანკიდან 15 მოგებაზე, 4 კი ზარალზე იყო. 2026 წლის 24 აპრილიდან 8 ივნისამდე პერიოდში ბაქოს უბსის მილსადენის ოპერირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს კვლავ BP და უცხოური ნავთობკომპანიები დაფარავენ. ამისთვის პარლამენტი კანონში ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავს. საუბარი არის 1996 წლის 8 მარტს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას და ნავთობკომპანიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მოქმედების ვადაც 2026 წლის 24 აპრილს იწურება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ბაქოს უბსის მილსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთის ოპერირების ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 7 ივნისს იწურება. ამიტომ მიზანშეწონილია ეს ხელშეკრულებაც თანხმდრაში იყოს აზერბაიჯანში მოქმედ მონაკვეთის ოპერირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებასთან. ინგა ფხალაძე აღნიშნავს, რომ მიღწეული შეთანხმება უცხოურ ნავთობკომპანიებსა და მილსადენის ოპერატორ კომპანიასთან, რომ მათ მიერ ხარჯების გაწევა მოხდეს. შეთანხმებულია, როგორც ცნობილი არის, ზაფხულიდან BP ბაქოს უბსის და ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ოპერატორი აღარ იქნება. დეკემბერში BP BMG-ს უთხრა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბაქოს უბსის საქართველოში მდებარე მოწყობილობების დაბრუნებისთვის ნავთობის და გაზის კორპორაციას ან მის მიერ დასახელებულ ოპერატორს, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მენეჯერის და ბაქო-თბილისი ჯეიჰანის, ასევე სამხრეთ კავკასიური მილსადენის ზოგადი ოპერატორის როლი. სოკარ მიწრიმს გადაეცეს საქართველოზე გამავალი ორი ნავთობსადენის ოპერატორიდან გასვლის მიუხედავად BP ბაქო-თბილისი ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიური მილსადენის აქციონერად რჩება. კომპანია ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენში 30.1%-ის, ხოლო სამხრეთ კავკასიის მილსადენში 29.99%-ის მფლობელია. თბილისის ტრამვაის მშენებლობას უჰანის მუნიციპალური კომპანია და 3 თურქული ფირმა სთავაზობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის და დეპოს პროექტირება მშენებლობის ტენდერში წინადადების მიღება დასრულდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 416 მილიონ 600,000 ლარია და მასში მონაწილეობა სულ 4 კომპანიამ მიიღო. მონაწილეთა შორის 3 თურქული და 1 ჩინური მუნიციპალური კომპანია. მათ შორის ყველაზე მაღალი ფასი თურქულმა კომპანია დოგუს ინსაად თიქრეთმა წარადგინა 412 მილიონ 600,000 ლარის ოდენობით და ყველაზე დაბალი ფასი 287 მილიონ 600,000 ლარით ოდენობით დაფიქსირდა, რაც სატენდერო ფასზე 129 მილიონი ლარით ნაკლებია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახლა კომპანიების წინადადებები და მათი გამოცდილებები უნდა შეამოწმოს, რაც მსგავსი პროექტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას მოიცავს. თუ გაირკვევა, რომ რომელიმე კომპანიას არ აქვს ტრამვაის ხაზის დაპროექტება მშენებლობის გამოცდილება, ტენდერიდან მათი დისკვალიფიკაცია მოხდება. დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის და ტრამვაის დეპოს მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომელიც ჯერ კიდევ იანვრამდე გახანგრძლივდა. შემდეგ უკვე 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა და მისმა ვადამ 31 მარტამდე გადაიწია. ტენდერის ვადის გაგრძელების უმთავრესი მიზეზი კომპანიებისათვის სათანადო ვადის მიცემას უკავშირდებოდა, რათა საკუთარი წინადადებები მოემზადებინათ.
ბეთანიაში სათხილამურო კურორტის მოწყობას პირველ ეტაპზე სავარაუდოდ 15-20 მილიონი ლარი დასჭირდება. ეს BMG-სთან თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა. გიორგი ტყამალაძის თქმით, ზაფხულში უკვე მზად იქნება კურორტის კონცეფცია, რომელზეც მუშაობა კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს და გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების განხორციელებაზე. ტყამალაძე არ გამორიცხავს, რომ პროცესში კერძო სექტორის ჩართვაც მოხდეს, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოების ძირითად განმახორციელებლად მუნიციპალიტეტია მოაზრებული. გვაქვს მოლოდინი, რომ სადღაც ზაფხულისთვის ჩვენ გვექნება უკვე ის კონცეფცია შემუშავებული, რომლის მიხედვითაც გამოვაცხადებთ ტენდერს უკვე სამუშაოებზე, დეტალურ პროექტირებაზე და სამუშაოებზე. აქვე, როგორც იცით, იქ არის გარკვეული ტერიტორიაზე კერძო საკუთრებები, პარალელურად მუშაობთ კერძო მესაკუთრეებთან, რათა მოხდეს გარკვეული ადგილმონაცვლეობები. არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება გარკვეული ფორმით კერძო სექტორთანაც ვითანამშრომლოთ, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ განვიხილავთ ამას პროექტირებას, ასე ვთქვათ, კონცეფციის შექმნას ვახორციელებთ მუნიციპალიტეტი. ფიქრობთ, რომ პირველი ეტაპი დაახლოებით 15-20 მილიონის ფარგლებში იქნება განსაზღვრული. თუმცა ეს ციფრები შეიძლება ამ ეტაპისთვის არ იყოს სერიოზული, ხა ჩემგან ზუსტი ციფრების თქმა, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი ეტაპები გვაქვს ჩვენ წინ. დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით ქვეყნები მზაობას გამოხატავენ ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომა იყოს მიღებული. სამხრეთ კორეის მთავრობა 26 ტრილიონ 200 მილიარდი ვონის, დაახლოებით 17 მილიარდ 100 მილიონი დოლარის მოცულობის დამატებითი ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ელ-სისიმ კაიროში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანთან მიმდინარე ომის შეჩერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის $200-მდე გაძვირების პროგნოზი რეალურია. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით ევროზონაში წლიური ინფლაცია მარტში 2.9%-მდე გაიზარდა. თებერვალში დაფიქსირებული 1.9%-იანი მაჩვენებლის შემდეგ ფასების ზრდამ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ 2%-იან სამიზნე ნიშნულს გადააჭარბა. შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტმა საპენსიო დანაზოგების სისტემაში კრიპტოვალუტების და სხვა ალტერნატიული აქტივების ინტეგრირების შესახებ ახალი ინიციატივა წარადგინა. შტატების შრომის მდივანმა განაცხადა, რომ რეფორმა თანამედროვე ფინანსურ ლანდშაფტს არსებითად ცვლის. მისი განმარტებით საინვესტიციო არჩევანის მრავალფეროვნება ამერიკელი დამსაქმებლების და მისი ოჯახებისთვის მეტ შესაძლებლობას ქმნის. სამხრეთ კორეის მთავრობა 26 ტრილიონ 200 მილიარდი ვონის, დაახლოებით 17 მილიარდ 100 მილიონი დოლარის მოცულობის დამატებითი ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული ხარჯების შემცირებას ისახავდა მიზნად. გეგმის მიხედვით დაახლოებით 10 ტრილიონ 100 მილიარდი ვონი, 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარი, ანუ უშუალოდ ნავთობზე მაღალი ფასებით გამოწვეული ტვირთის შემსუბუქებას მოხმარდება. ქვეყნის დაგეგმარების და ბიუჯეტირების მინისტრის განცხადებით ფისკალური მხარდაჭერა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური აღმავლობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნაბიჯი იყო და ის გადაიდგა იმისთვის, რომ ენერგეტიკულმა შოკმა ეკონომიკური ზრდის ტემპი არ შეაფერხოს. სამხრეთ კორეა, რომელიც აზიის მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკა, იმპორტზე სერიოზულად არის დამოკიდებული. კონკრეტულად ქვეყანას ენერგორესურსების 94% და ნედლი ნავთობის 72% სწორედ უცხოეთიდან, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან შეაქვს. მთავრობის მიერ შეთავაზებული პაკეტი ნავთობპროდუქტებზე ფასების ზედა ზღვარის დასაწესებლად 5 ტრილიონ ვონის გამოყოფას მოიცავს. ამასთან ბიუჯეტი ითვალისწინებს 4 ტრილიონ 800 მილიარდი ვონის მოცულობის ვაუჩერების დარიგებას დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის. ეს დაახლოებით ერთ ადამიანზე 65-დან 392 დოლარამდე ექვივალენტია. დამატებითი სახსრები მიემართება ფერმერების, მეთევზეების და მცირე სატვირთო გადამზიდავების სუბსიდირებაზეც. ბიუჯეტი ჩიპების ექსპორტიდან მიღებული გაზრდილი საგადასახადო შემოსავლებით და საფონდო ბირჟის რეკორდული მაჩვენებლებით დაფინანსდება. კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეას უკვე წარადგინა და მას ოპოზიციური პარტიაც მხარს უჭერს. ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცება 10 აპრილამდეა გეგმაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალურ ეკონომიკაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენის შესახებ საგანგაშო პროგნოზი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ექსპერტების განცხადებით, რეგიონული დაპირისპირება მსოფლიო ბაზარზე საომხმარებლო ფასების მატებას და ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შენელებას გამოიწვევს. აღნიშნული პროცესს ასიმეტრიულ შოკს უწოდებენ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სიმძიმით აისახება. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები და ენერგოდამოკიდებელი სახელმწიფოები აღმოჩნდებიან. სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, სასუქების და სურსათის გაძვირება ღარიბ რეგიონებში ჰუმანიტარული კრიზისის რისკებს ზრდის. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები კი მაღალი ინფლაციის გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და საპროცენტო განაკვეთების გაზრდას დაიწყებენ. ირანის ომის გაჭიანურების შემთხვევაში სავალუტო ფონდის ანალიტიკოსები ნავთობის და გაზის ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას და გლობალურ ეკონომიკური აქტივობის კლებას ვარაუდობენ. ამის ფონზე ფონდი მთავრობებს ფისკალური ბუფერების შექმნის და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად ევროზონაში წლიური ინფლაცია მარტში 2.5%-მდე გაიზარდა. თებერვალში დაფიქსირებული 1.9%-იანი მაჩვენებლის შემდეგ. ფასების ზრდამ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ 2%-იან სამიზნე ნიშნულს გადააჭერბა. ეს ნახტომი ძირითადად ენერგორესურსების გაძვირებით არის განპირობებული, რაც თებერვლის ბოლოს ირანში დაწყებული სამხედრო მოქმედებების პირდაპირი შედეგია. ეკონომისტების პროგნოზით ინფლაცია 2.6%-ის მიდამოებში ყოფილიყო, თუმცა რეალური მაჩვენებელი მოსაოდნელზე ოდნავ დაბალი აღმოჩნდა. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ ბანკი ყურადღებით აკვირდება რეგიონულ მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში პრობლემებს საპროცენტო განაკვეთების გაზრდით უპასუხებს. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ფასების ამჟამინდელი მატება ხანმოკლე. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი მხრიდან უკვე გადაიხედა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის 0.9%-მდე დაქვეითდა. ცენტრალური ბანკი წლიურ საშუალო ინფლაციას 2.6%-ის ფარგლებში ელოდებოდა. ასე იყო საქმის კურსი შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო მოგელოდებათ, რომელსაც ბექა ბაციკაძე და გიორგი თოლორდავა გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.